მარში ალავრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო პირველი გაჩერება. მარშის იქნება მთავრობის კანცელარია. მოქალაქეები დღეს ირაკლი კობახიძის სამსახურთან მივლენ და მათი განმარტებით კიდევ ერთხელ შეახსენებენ ქართულ ოცნებას, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს ისტორიის გადაწერას. ამის შემდეგ კი უკმსვლელობა გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოსთან. ეს არის რიგით 34 შაბათის მარში. დღევანდელი მარში ეძღვნება სინდისის პატიმრებს. ამ მარშს რამდენიმე წუთის წინ შემოუერთდა ყოფილი სინდისის პატიმარი დავით კოლდარი. ის რუსული კანონის დროს დააკავეს. 2 წელზე მეტი იყო ის საპატიმრო დაწესებულებაში. დღეს, როდესაც ის შაბათის ტრადიციულ მარშს შემოუერთდა, მისი მთავარი გზავნილი თანამებრძოლებისთვის იყო გაგრძელდეს უნდა ბრძოლა მეთოდებით, რა მეთოდებითაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იბრძოდნენ მოქალაქეები. სინდისის პატიმრებს დავით კოლდარმა დღეს უთხრა, რომ მათ ნაცვლად ახლა თავად გააგრძელებს გარედან ბრძოლას. დღეს ქუჩაში არიან პატიმრების ოჯახის წევრებიც და ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის, რომ შაბათის მარშები ყოველთვიურად შაბათის დღე ეძღვნება მათი განმარტებით სინდისის პატიმრებს. ეს 2 წელი რაც ვიჯექი რა სამარტოოს საკანში მერწყმეთ იქიდან პატიმრებიც არიან უმრავლესობა უც იმაზრზეა რომ ქალაქში უნდა იყოს პროტესტი და არ უნდა გავჩერდეთ არასდროს. იმიტომ ჩვენი გაჩერება უდრის რუსის ჩამოსვლას და პაპუაშვილის ადგილზე დასვას და ეგ არ გვინდა ჩვენ ქართველებს და მაგით ვართ გამოსულები გარეთ. ანდრო და ბიჭები და დანარჩენები მართლა არაფრის გამო რა. თეთრი ფურცელი მართლა თეთრი ფურცელზე იყო ყველაფერი და უსურვებ მათ მალე გამოსულიყვნენ და მთელი გულითველით მათ გამოსვლას აუცილებელი. დღეს ცოტა დარჩა ჩემზას მაგალითად 3 ჩვედა დღეები არის დარჩენილი, მაგრამ დღეს ზოგადად საქართველოსთვის ის ძიმე დღეა, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს. ასევე ამ ბიჭებს სამწუხაროდ ქართველი ხელით მოუვიდათ ესეთი რაღაც, რომ დღეს უსამართლოდ ზიან ციხეში და დღესაც ვიხილეთ გარუსებული ქართველების ლაპარაკი თუ როგორ აძაგებს საქართველოს იმის გამო, რომ იყო ომი, გაუმარჯოთ გმირებს, გამაგრდნენ ვინც არიან ეხლა ციხეში და მალე თავისუფლება საქართველოს და მათაც. დღევანდელი მარში, რიგით 34 შაბათის მარში ეძღვნება ჩვენ სინდისის პატიმრებს. ახლა ყველა მარში არის ზოგადად მათ სახელობის, მაგრამ როგორც წესი თვეში ერთი დღე შაბათი მუდმივად ეძღვნება ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ბრძოლის ჩვენი წინააღმდეგობის მთავარი მედროშეები. მათ ჭირდება ჩვენი მხრიდან აქედან გაძლიერება, გამხრევება და ისინი მათი უტეხობა და მათი აგრატყობა აქეთ ჩვენ საქმე გვაძლიერებს აქეთ. ამიტომ რა მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძოლა, ეს წინააღმდეგობა და ესეთი წინააღმდეგობა და პროტესტები გაგრძელდეს, სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ეს არის შეძახილი, რომელიც ახლა ისმის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე თავისუფლება რეჟიმის ყვებს. სწორედ ეს არის ბანერი, რომელიც მოუყვება ამ საპროტესტო მსვლელობას. დღეს არის შაბათის ტრადიციული მარში. თავდაპირველად მოქალაქეები ახლა მივლენ მთავრობის კანცელარიასთან. ისინი გააჟღერებენ იმას, რომ უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები. ამავდროულად პროტესტში ჩართული მოქალაქეები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურად ცდილობს ისტორიის გადაწერას. მათი განმარტებით ოცნება ვერ ბედავს ოკუპანტი ქვეყნის ხსენებას. შესაბამისად დღეს ირაკლი კობახიძესთან ბევრი ექნებათ ამ ადამიანებს საქმელი და ამავდროულად დღეს ტრადიციული შაბათის მარშით გაამგზავნებენ პატიმრებს.